მოგესალმებით, აბა ვნახოთ თქვენი ფინანსები. პირველი, მეორე, მესამე. მოკლე გაშლა იქნება პირველი, მეორე და მესამე. დავაუზეთ, აირჩიეთ და მე დავიწყებ. პირველი ვარიანტი. აქ ეძებეთ გამოსავალი უბრალოდ, არის გამოსავალი, ნუ გეშინიათ, არ არის ის თემა, რომ დავუშვათ ყველა რაღაც კარები დახურული იყოს, მაგრამ აუცილებლად იყავით აი ზუსტად ნახეთ, ის კარები გაიხსნება, რომელსაც არ ელოდებით. იქნება აქ აუცილებლად რაღაც, არ ვიცი, ფინანსური კრიზისია თუ რაღაცა, გაქვთ შესაძლებლობები, უბრალოდ ნუ დაბლოკავთ, აი მაგ თქვენი პირიქით, მე ასე გეტყოდით, რომ რასაც მოისურვებთ, გამოგივათ. პირველი ვარიანტი ფინანსური კუთხით, მეორე ვარიანტიც რატომღაც ცოტა ესი არის, შანსებს ვერ ამჩნევთ, ამიტომ უნდა გამოიყენოთ ყველა შანსი. ყველა შანსში რა იგულისხმება? როდესაც რაღაცა გეძლევათ, დავუშვათ სამსახური იყოს, ხო? და არ არის ის, რა თქვენ გინდათ, ან ხელფასის მხრივ, ან დავუშვათ ადგილის მხრივ, მაგრამ ეს არის შანსი ამ ეტაპზე. ამიტომ ეს არის როგორც აი ანკესი რო გადააგდო და ხო უნდა ამოიყვანო თევზი, როგორ გამოიყენებთ ამ შანსს. ამიტომ მიაქციეთ ეს ფინანსურ ენერგიაში გიფიქსირდებათ, შესაძლებელია ის ზუსტად ის ფინანსები, რომელსაც თქვენ ვერ ამჩნევთ, საიდან შემოვიდეს, ან ცოტა გეცოტავება, თუნდაც ღირებულება ყიდით რაღაცას. ეს არის თქვენი შანსი, უნდა გამოიყენოთ, რომ ფინანსური ენერგია აქ აამოძრავოთ. მესამე ვარიანტი, მე გეტყოდით, რომ აქ მოდის რაღაც დახმარება, ასაღები, თანხები, დიდი შენაძენი, ჩემო კარგო, სრულნაყოფიერებაში, მე ვფიქრობ, რომ თუ რამე პრობლემა გაქვთ, ამ პრობლემიდან გადადიხართ. მესამე არის ძალიან ესეთი, აქ სერიოზული შენაძენი გაქვთ, გისურვებთ წარმატებებს.